2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მე დამიკავშირდა არაერთი გავლენიანი თანამდებობის პირი თუ გავლენიანი პიროვნებები. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერის მიზნით. ყველა მათგანისთვის მაქვს ერთი და იგივე პასუხი მიცემული, რომ ეს ქალი არ არის ჩვენიანი. რატომ ამოარჩიეთ ეს ადამიანი საპრეზიდენტო კანდიდატად? ყველასგან ღებულობდი ერთი და იგივე რეაქციას, რომ არცეც არ მოწონდა კანდიდატურა, მაგრამ გრიგოლიჩმა ასე გადაწყვიტა. ყველასგან ეს მესიჯი მოდიოდა, ზოგი არ ამბობდა, მაგრამ შეინიშნებოდა. მოხდა რაც მოხდა. ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. გახარია პრემიერი გახდა. გახარიის ქება დიდებაში იყვნენ. დღეს ხელისუფლება მისულია იმ რეჟიმზე, რომ საკუთარ პრემიერს ყოფილს თუნდაც და საკუთარ პრეზიდენტს ყოფილს თუნდაც ქუჩაში უშენს კვერცხებს. და ყოფილი პრეზიდენტი, არ ვიცი, დაახლოებით წლოვანება და სადღაც 70-დან 75 წლამდეა. ხელისუფლება, რომელიც ასეთ საქციელებზე მიდის, ის არ არის ცივილიზებული ხელისუფლება. ესეთი ხელისუფლება მიისწრაფის ჯუნგლების კანონებისკენ. ხოლო ერი, რომელიც მსგავს საქციელს ამართლებს და საჟელები დაწერილი კი არა აქვს, არამედ რაღაც პირველ პირს ბოუნდა სურვილი და ამას ახორციელებს და ერი ამას იწონებს, ასეთი ერი განწირულია დაღუპვისკენ. ქართველებო, გამოფხიზლით. ჩვენ უნდა ავაშენოთ ცივილიზებული სახელმწიფო, ცივილიური ქვეყანა. ჩვენი კულტურა საუკუნეების მანძილზე იყო ისეთი, რომ დამარცხებულს, წაქცეულს მისადმი დარტყმა იყო შეურაცხყოფელი, ანუ არა ქართული იყო. 74 წლის ქალზე კვერცხების სროლის გამართლება, ბიჭო. ეს ქართული მენტალობა არ არის. და საერთოდ ყოფილი ასეთი პირველი პირების მიმართ ქუჩაში კვერცხების სროლა და ერი როცა აღდგინებულია ხფოსავით, ვაიმე დედა რა კარგად ვიქცევითო. ესეთი ერი დაღუპვისთვისაა განწირული. საჟელი უნდა დაიწეროს ფურცელზე და მიღებული იქნას პარლამენტის მიერ. ჩავწეროთ ბატონო საჟელი, რომ ამ საქციელისთვის, როცა თანამდებობას აღარ იქნები, იქნება კვერცხების სროლა. დაწერეთ მაშინ კანონში. ღმერთმა მიმარლოს ჩემს ქართულ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ღმერთო გვიშველე.